რაღაცეები რომ ზედმეტს იღებ თქვენ თავზე და ეგ არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა ძალადობისკენ არ მოუწოდებს. თქვენ რა იცით ქრისტიანობა, მაგებს რომ გველაპარაკებთ, მომხედე აქ შენ. აი ხა გიკითხავ და შეუშვი მაგ შენ გამოტვინებულ თავში ლიბერასტობამ საკუთარი იდეოლოგია რომ ქრისტიანობად გაგისაღა. აი ხა მას მოусმინე. რახან ჩვენი საუბარი ღვთისგმობას შეეხო, მინდა თქვენ ყველას ერთი რამ გთხოვოთ. ამ სიტყვისა და მსჯელობის სანაცვლოდ, კერძოდ კი რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ქალაქში ღვთისმგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე. კიდეც დაუხშე პირი, კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ და სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს. რომ თუ კი რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე და თუ კი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდი სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხყოფელი. დაეიცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაეიცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთისმონებისა და თუ მოისურვებენ ღვთისგმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით. სიკვდილამდე იბრძოლეთ ჭეშმარიტების დასაცავად და უფალი იქნება შენი ქომაგი. ეს არის წმინდა ივანე ოქროპირის სიტყვები და ვინც ამაზე უკეთ ერკვევით ქრისტიანობაში, ვინც ივანე ოქროპირზე უკეთ ერკვევით ქრისტიანობაში და როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ღვთისგმობას რო აკეთებს მაგის ქალაქში, ვინმე მე თქვენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. გინდა საეკლესიო პირი იყოთ, გინდა საერო, ვინც გინდა ის იყოთ.